ლარი გაუფასურებას განაგრძობს კვირის ბოლოს ლარი ამერიკულ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით, თუმცა კვლავ გაუფასურდა. ქუთაისელები ზოგადად ლარის გაუფასურების ფაქტს აფასებენ და გაუფასურების შედეგად შექმნილ ვითარებაზე საუბრობენ. ყველაფერი მოხდა. ზირთად პენსიაზე ვარ, შვილობა პენსია არ ყოფნის წამლებში. ისე მაშობი რომ დღე გამოუშვებით დაბლიო წამალი ცნების იმის რომ პატარ-პატარა გავანაწილო პენსიის მეტი არაფერი. რომ ყიდულობდი სიტყვაზე ხოთლარად უკვე იმ ხოთლარად ვეღარაფერს ყიდულობ და ძალიან რთული მდგომარეობაა საქართველოში და ეს არის ყველაზე მეტი კრიტიკული და მდგომარეობა რთულია რა საქართველოსთვის და თუ გამოუსწორდებოდა იქნება უკეთესობა მეთქი რა თქმა უნდა ქართველი ხალხისთვის და თვითონ შეთაგარისთვის და მოხარებლისთვის და ადამიანისთვის იქნება უკეთესობა ხო? ფერზე შემოქმედებს აბა რა არის გაზრდილია ფასები რა თქმა უნდა აბა როგორი მდგომარეობაა დღეს ამ საქართველოში საერთოდ? გაჭირება. რა შეიცვალა შვილო რა ვიცი და გაჭირებული პენსიონერები რა უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ და რა თქმა უნდა მომატებულია არ არის და მომატებული ფასები რა დღეში ვარ ძალიან როგორ არ დაეთყო გენაცვალე გაგვიჭირდა ძალიან ყოველი მხრივ საერთოდ ყველაზე მოიმოქმედა უარყოფითად რა ვიცი ახლა უფრო ეკონომიურად მივყვებით ალბათ ხარჯვას ფულისას მეტი არაფერი ბანკთა შორის გუშინ გამართული ვაჭრობის შედეგად 1 ამერიკული დოლარის ღირებულებამ 2 ლარი და 66 თეთრი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს ამოქმედდა 2 ლარი და 66 თეთრი იყო. ევროს ცვლილებამ 0.001 ლარი შეადგინა. მარიამ კოხიანიძე და მეგი ზოსიაშვილი, ტელეკომპანია მეგატივისათვის.